კვარაცხელიას პირველი ინტერვიუ Paris Saint-Germain-ში, ტრანსფერის დეტალები, Holloway-ის და Dana White-ის კომენტარი მერაბის და უმარის დაპირისპირებაზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. თქვენი ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი ოფიციალურად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი შედგა. ერთი დიდი და საოცარი ისტორია დამთავრდა, მაგრამ იწყება მეორე და ვიმედოვნებ უფრო დიდი. ხვიჩა კვარაცხელია Paris Saint-Germain-ის ფეხბურთელია. პარიზულმა კლუბმა ქართველში 70 მილიონი გადაიხადა. კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა და 7 ნომრიანი მაისურით მოთამაშე ქართველს ხელფასის სახით 11 მილიონ ევრომდე დაუნიშნა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ კლუბმა ქართველი ოფიციალურად წარადგინა და კვარას შესახებ არაერთი ფოტო თუ ვიდეო მასალა შემოგთავაზა, რომელიც ქართველის პირველ ნაბიჯებს ასახავს პარიზულ კლუბში, რომელსაც რა თქმა უნდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოლოდინი დიდია, თუმცა აქვე მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ კვარას 29 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. სათამაშო კონდიციების აღსადგენად მას გარკვეული დრო დასჭირდება. სავარაუდოდ დებიუტი 25 იანვარს რეიმსის წინააღმდეგ ექნება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას. პარიზელებს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ორი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, Manchester City-სა და Stuttgart-ის წინააღმდეგ. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში პარიზული კლუბი კვარას განაცხადში დამატებას შეძლებს. მანამდე კი ქართველი მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან Paris Saint-Germain-ს განაცხადის შეცვლის უფლება არ აქვს. ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებულმა ქართველმა ფეხბურთელმა მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან შეხვედრის შემდეგ კლუბის ტელევიზიას პირველი ინტერვიუც მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელია, but you can call me Quara. It's honor. დიდი პატივია Paris Saint-Germain-ის მაისურის წარება. ჩემი ოცნება იყო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაში. ეს დიდი პატივია. ერთად ვიბრძოლოთ ოცნებების ასასრულებლად. ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბის პროექტმა დამარწმუნა აქ მოსვლაში. ვიცი რისი მიღწევა სურს კლუბს და როგორ მუშაობენ აქ ფეხბურთელებთან. ამ კლუბის ღირებულებები ჩემსაც ესადაგება. აქ ბევრმა დიდმა ფეხბურთელმა ითამაშა. ბევრი არ მიფიქრია, როცა Paris Saint-Germain-ში გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობ, მაგალითად Fabian Ruiz, რომელთან ერთადაც ნაპოლიში ვთამაშობდი. ვიცნობ Donnarummas, ვისთანაც Paris Saint-Germain-ში გადმოსვლამდე ვისაუბრე. რაც შეეხება Luis Enriquesთან მუშაობას, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვიმუშავებ. მინდა Paris Saint-Germain-ში ახალი გამოწვევები განვიცადო, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები. გავაუმჯობესოთ ჩემი თავი და მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს. Paris Saint-Germain-ს საოცარი ბაზა აქვს. აქ ყველაფერი გვაქვს, რომ დიდ მიზნებს მივახციოთ. აქ ახალგაზრდებიც არიან, მათ აქვთ ის, რაც საჭიროა ზრდისთვის და წინსვლისთვის. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე პროფესიული გუნდისთვის. ასევე, მალე მინდა გულშემატკივრებთან შეხვედრა. მოუთმელად ველოდები განსაკუთრებულ ემოციებს. მიხარია, რომ ამ გუნდს შევგვერდდი. მალე შევხვდებით. See you soon. Ici c'est Paris. ქართველის ტრანსფერზე, რა თქმა უნდა, ისაუბრა კლუბის მფლობელმა და პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმაც. მოხარული ვართ მივესალმოთ ხვიჩა კვარაცხელიას Paris Saint-Germain-ის დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. ფანტასტიკური ნიჭის პატრონი, რომელსაც აქვს გამბედაობა იბრძოლოს გუნდის წარმატებისთვის. ხვიჩას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩვენი დიდი კლუბის ნაწილი გამხდარიყო და საბედნიეროდ ახლა ის აქ არის. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად მიაღწევს ყველა იმ მიზანს, რომელიც ჩაფიქრებული აქვს. მოხარული ვართ გუნდის გაძლიერებით. ჩვენ ვაგრძელებთ Paris Saint-Germain-ის განვითარებას და წინსვლას. მოკლედ, ახალი ისტორია დაიწყო. კვარაცხელია Paris Saint-Germain-ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანაა, რომლის წარმომადგენელი Paris Saint-Germain-ში ითამაშებს. ლიგა 1-ში ბევრი საინტერესო დაპირისპირება გველოდება, რადგან აქ უკვე 3 ქართველია: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი Paris Saint-Germain-ში სავარაუდოდ 25 იანვარს რეიმსთან შეხვედრაში შედგება. ეს მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. იცხა დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვოთ ხვიჩას და ერთად დაველოდოთ ქართველის დებიუტს. Bonjour, je m'appelle Khvicha. Ici c'est Paris. ახლა კი UFC და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე საათი დარჩა. ლოს-ანჯელესში სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო წონა 11 თვეში მეოთხედ წარმატებით ჩააბარა. დვალიშვილი სასწორზე პირველი ავიდა და დივიზიონის ლიმიტზე 0.5 კილოთი ნაკლები 60.7 კილოგრამი დააფიქსირა და მედიას კვლავ გაუმეორა, რომ 19 იანვარს უმარ ნურმაგომედოვს დაუმტკიცებს, რომ ის მის დონეზე არა.
აქვე გთავაზობთ მოკლე საინტერესო მონაკვეთებს პრესკონფერენციიდან, სადაც ქართველთან ერთად უმარმაც და დანა ვაითმაც ისაუბრეს. გრძნობ, რომ ამ დაპირისპირებისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად მზად ვარ. იმედია თითოეული გულშემატკივარი სიამოვნებას მიიღებს, რადგან ვაპირებ ქამარი პირველივე ჯერზე წარმატებულად დავიცვა და უმარ ნურმაგომედოვმა კარიერაში პირველად მარცხს გემო გაუსინჯოს. ორივე გალიაში შევალთ და მაყურებელი ყველაფერს იხილავს. მე აქ ვარ საიმისოთ, რომ საჩემპიონო ქამარი მოვიპოვა. ოცნება ავისრულო და მერაბ დვალიშვილს გაკვეთილი ჩაუტარო. მე წარმოშობით დაღესტნიდან ვარ, რუსეთიდან და შენ გინდა საქართველოში დაბრუნება. იქ გენდობიან? თუ ასე გიყვარს საქართველო, ამერიკაში რატომ ცხოვრობ? რატომ არ იშენებ დარბაზს სამშობლოში და იქ რატომ არ იწყებ ვარჯიშს? ვიყავი შენს ხალხთან, მე ჩემს სოფელში ვცხოვრობ, დაღესტანში. ის ქართველი არ არის, უმარი დაღესტანსაც კი არ წარმოადგენს. ის რუსეთს წარმოადგენს. მე საქართველოს წარმოვადგენ. პატივცემ შენს გადაწყვეტილებას. შეგიძლია იქ იცხოვრო, სადაც გსურს და ვისაც გინდა იმას წარმოადგენდე. მე ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოს წარმოვადგენ. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა და UFC-ს მებრძოლი გამხდარიყავი. უმარი ამ დივიზიონის მომავალი უნდა იყოს და ყველას ჯერა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გახდება და დიდი ხნის განმავლობაში დომინანტი იქნება. მერაბი სხვა აზრზეა. სტილისტურად ისინი ერთმანეთს გვანა და ეს ჭუბიც ნამდვილად ომი უნდა იყოს. უმარი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. პარტერში ბრწყინვალეა და არც დგომში ჭუბის ეშინია. დაღესტნური სტილი აქვს და როცა თეიქდაუნს ასრულებს, ფეხებს გითიშავს და გჯის. შეძლებს ეს მერაბთან გააკეთოს. საკითხავი სწორედ ესაა. მერაბის და უმარის დაპირისპირებაზე ისაუბრა UFC-ს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა მაქს ჰოლოვეიმ. სრული სიგიჟეა, ეს უდიდესი უპატივცემულობაა. მესმის, რომ პრეტენდენტი უმარ ნურმაგომედოვია, რომელიც დაუმარცხებელი მებრძოლია, მაგრამ მაინც სრული სიგიჟეა. ასე თუ ისე, კოეფიციენტების შემადგენლებიც ბიზნესს წარმოადგენენ და ფულის დაზოგვა უნდათ. უმარს სენჰეგენთან უჭუბია და იმის თქმა, რომ ნურმაგომედოვი გამოუცდელია, სისულელეა. უმარმა თქვა, რომ კორისთან ყველაზე რთული ორთაბრძოლა ჰქონდა, რაც სიგიჟეა, რადგან სენჰეგენთან დომინირებდა. ჩემი აზრით, ნურმაგომედოვის ყველაზე რთული ჭუბი ეს დაპირისპირება იქნება. საინტერესო ბრძოლა გველოდება. უმარი ცხოველია, მაგრამ ბევრად ახლო ჭუბი იქნება, ვიდრე თქვენ გგონიათ. ორივე მრავალმხრივი მებრძოლია. უმარმა ჭიდაობა და პარტერში ჭუბი რომ გადაწყვეტოს, მოგება შეუძლია, მაგრამ მას სტრაიკინგიც ძალიან უყვარს და ვფიქრობ, დვალიშვილს შანსს მისცემს. ბრძოლაში დაბრუნდეს ან დარჩეს. მიზეზი რის გამოც მგონია, რომ ბევრად ახლო ჭუბი იქნება ისაა, რომ უმარს თავისი სტრაიკინგი ძალიან უყვარს. დვალიშვილს მოსამზადებელ კემპში ალჯამინ სტერლინგი ეხმარებოდა, რომელიც ბევრის აზრით უმარზე უკეთესი გრემპლერია და ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ მგონია, რომ სტრაიკინგზე გაკეთდება აქცენტი. ეს კი მერაბს მეტ შანსს მისცემს. მეზიზღება, როცა ჩემპიონს ასეთ კოეფიციენტს აძლევენ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ. საინტერესო ჭუბი იქნება და ვნახოთ რა მოხდება. ვარაუდობ, რომ საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივა და დვალიშვილი რთულ ჭუბს მოიგებს. ფინიშის შემთხვევაში უმარი მოიგებს. მოკლედ, დაძაბულობა პიკს აღწევს. მერაბის ბრძოლა 19 იანვარს დილის 7 საათიდან დაიწყება. ასე რომ, წარმატებები ვუსურვოთ მერაბს და ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ მებრძოლს. ბოლოს კი, თუ დაგავიწყდა და მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.